გამარჯობა მოგესალმები. დიახ, შენთვის წერ ამ ვიდეოს მიხვდები. ვიცი რომ ხარ მაძიებელი ჭეშმარიტების. ეს კარგია, იმიტომ რომ ადამიანი უნდა ეძიებდეთ და პოვებდეთ თქვა მუფალმა. დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ადამიანმა სასუფეველის კარებზე კაკუნი არასოდეს არ უნდა შეწყვიტოს, ანუ ჭეშმარიტების ძიება. მაგრამ ამ ძიებაში ადამიანს ხელს უშლის საკუთარი ეგოცენტრიზმი. ეს ეგოცენტრიზმი ხშირად ერთგვარ სპექტაკლებს დაგვიდგამს ხოლმე რაღაცა იმ მომენტისთვის რა მომენტიც ჩვენ სულ შეუძლია აღიქვას ღმერთი იმ მომენტისთვის რაც მოგვეწონება ის გგონია ჭეშმარიტება. ამ ძიებაში კი ადამიანი იზრდება, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ წმინდა წერილიდან და მამებიდან ვისწავლოთ და მინდა ეს მთავარი დაგანახო, მთავარი რაც არის ქრისტიანობაში. შენ რომ მითხრე ახლა მე სად წავიდეო, მე გეტყვი არ ვიცი სად უნდა წახვიდე. თუ მეტყვი რომ მოვდივარ, მაშინ წამოდი გეტყვი და სადაც მე ვარ იქ წაგიყვან. მაგრამ სად წავიდე ეს კითხვა თუ გიჩნდება, მე გეტყვი არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი იმას გეტყვი. ქრისტიანობის უმთავრესი ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია მოთმინება, ქრისტიანული მოთმინება, რომელიც განსხვავდება ნებისყოფიანობისგან. რას იშევს ეს ქრისტიანული მოთმინება? მოთმინებით მოიპოვეთ სული თქვენი, ამბობს უფალი, ხო? ვინც დაითმინოს ის ცხონდეს. სამი რამ ამ შედის ამ მოთმინებაში და ონტოლოგიურად ეს ერთია, იმიტომ რომ ვერ იქნება ცალ-ცალკე და შევეცდები ახსნა ახლა. პირველი არ განიკითხო არავინ. უფალი დიდებულ სიტყვებს ამბობს, რა ზომითაც განიკითხავს ხებს, იმ ზომით განიკითხები ღვთის წინაშე. ასე რომ თუ არასოდეს არავის არ განიკითხავ, წარმოიდგინე შენ რომ, რა ვიცი, ჭეშმარიტებაში ხარ უკვე, სადაც გინდა იყო, გინდა მთვარეზე ცხოვრობდე და საერთოდ ეკლესიასთან შეხება არ ქონდეს, ან რა ვიცი, წიგნი არ ქონდეს წაკითხული, სახარება არ ქონდეს, არ ეზიარებოდე და არ განიკითხავ. არასოდეს რანაირ ცოდვაშიც არ უნდა დაინახო ადამიანი. აი ეს პროცესია, იცი, რა თქმა უნდა, იოლია ამის წაკითხვა და ამაზე საუბარი და ამაზე გაფიქრება, მაგრამ აი პროცესია, ქრისტიანული ცხოვრების ერთ-ერთი პროცესია, რომ ისწავლო არ განიკითხო სხვა. და მეორე, თავი დაიმდაბლე ყველას წინაშე. ეს იგივეა, არ განიკითხო და თავი დაიმდაბლო, იგივეა, მოთმინების ქრისტიანულ მოთმინებაში შედის ეს. თავი დაიმდაბლე უკანასკნელი ცოდვილის წინაშეც კი. პავლემოციკულმა თქვა, პირველი მე ვარ ცოდვილთა შორისო. ჩვენც გვიყვარს ხოლმე ხო მორწმუნეთა საზოგადოებას გულისხმობ თქვათ, რომ აი მე ვარ ცოდვილი, ყველაზე დიდი ცოდვილი და არაერთხელ მithქვია, რომ ეს შინაგანი მდგომარეობა უნდა იყოს ჩვენი. მარტო ესე თქმა კი არა, არამედ შინაგანი მდგომარეობა, ასე უნდა გრძნობდე თავს, რომ ყველაზე ცოდვილი ხარ. რუშზეც, ლოცზეც, ნარკომანზეც, სექსუალურ უმცირესობაზეც, დიახ. ერთ ჩემს მეგობართან ამაზე რომ საუბრობდი, ძალიან ესე მიიღო ემოციურად. რას ქვია, აი როგორ უნდა მივიჩნიოთ მე უფრო ცოდვილად თავი, თქვათ, იმ სექსუალურ უმცირესობის წინაშე. მე არა ვარ ისეთი და რატო უნდა მივიჩნიო თავიო? მე ასეთი რამე უპასუხე. მადლობა უთხარი ღმერთს, რომ მის მსგავსად არ მიუშვა შენი ვნებები და აღვირით დაიჭირა, ასე ვთქვათ. არ მიუშვა შენი ასეთი დაცემა, იმისი მიუშვა. შენი არ მიუშვა და მადლობა უფალო თქო უთხარი, იმიტომ რომ ჩვენ არასრულყოფილი ადამიანები, ცოდვილი ადამიანები გავართ გალავან მორღვეულ ქალაქს, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მტერმა დაიპყროს. ჩვენ ცოდვით დაზიანებული ადამიანები ნებისმიერმა მანკიერებამ შეიძლება დაგვცეს და მოგვიცვას. და ადამიანის დაშვებას უშვებს ღმერთი იმ დონემდე, სადამდენაც
ასე ვთქვათ, შეუძლია მისი აღდგომა, აღდგინება. ღვთისაიდუმლო არის ბევრი რამ, რასაც ვერ ხსნით და ვერ წვდებით, იმიტომ რომ ამას მთელი მარადიული სიცოცხლე უნდა ამის შემეცნებას. მაგრამ ამ ეტაპზე ამის თქმა შეიძლება, რომ მადლობალი ვიყოთ, რომ ჩვენ რო ხედავთ უკანასკნელ ასე ვთქვათ, წყალწაღებულ სოდვილს, მადლობა უფალო, რომ მე არ მიმიშვი, ჩემს დასამდაბლებლად არ დაუში ჩემი ასეთი დაცემა. და მიხვდები, რომ შენ არაფრით უკეთესი არ ხარ იმ ადამიანზე. შენი ვნებები ღმერთს უჭირავს. ასე რომ არაფერი ხარ ადამიანო მაინც. ცოდვის მონახარ. უბრალოდ ღმერთმა დაიჭირა შენი ვნებები, შენი აი ეს რაღაც. მაგრამ აქვე კიდე ერთ რამეს ვიტყვი, რომ როცა ადამიანი აი ესე გავიაზრებთ აი ამას შევიმეცნებთ, რომ უნდა დაიმდაბლო, რაღაცა სახარებაშიც წერია, რომ ქრისტე ცოდვილებთან იჯდა და მათთან ერთად ჭამდა პურს და აყვედრიდნენ კიდეც, რომ აი ნახე როგორ ხალხთან ზისო. როცა ამას გაიაზრებ, თითქოს მე იოლი ხდება, რომ უკანასკნელ ცოდვილთან თავი დაიმდაბლო. იმიტომ რომ შენ თავს გრძნობ უპირატესად. ხო არა ხარ მაინც მასეთი შენ და მაინც რაღაცა რომ ქრისტე წარმოიდგინო თავი და სიყვარული გამოხატო. კარგია, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანები საერთოდ არ გამოხატავენ სიყვარულს ცოდვილების მიმართ. პირიქით რაღაცა ჯულის მიხედვით აი რაღაც ესე იგი და მიუყენებენ სასჯელი, დამსახურება, სასჯელი რაღაც ამდაგვას. ძველი აღთქმისეულ შეხედულებას, ხო? მაგრამ მაგ კიდე ერთი საფეხურია. ასე დროს იოლია არ განიკითხო ცოდვილი და ძნელია, როცა შენ გრძნობ სხვის უპირატესობას და ის ადამიანი არ განიკითხო. რაღაცით გჯობია ის ადამიანი, შეიძლება სიტყვით არ აღიარო, მაგრამ სული გრძნობს ამას, ხო, რომ ის შენ რაღაცით გჯობია. და ამ დროს ეგოცენტრიზმი ირთვება ადამიანში და რთულია, რომ თავი შეიკავო, რომ მასზე რაღაცა ის არ გამოხატო, განკითხვა და რთულია ასეთი ადამიანის წინაშე დაიმდაბლო თავი. მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების არსიც მაგაშია, რომ აი და ვისწავლოთ ეს, რომ აი ეს არის ქრისტიანობა, დაიმდაბლო თავი ყველას წინაშე. არავინ არ განიკითხო. ეს არის ქრისტიანული მოთმინების, რაც შედის ქრისტიანულ მოთმინებაში. და მესამე იყავი მადლიერი. იყავი მადლიერი უფლისა, არა მარტო სიკეთეში რაღაცა კარგი როცა გვაქვს ჩვენ. ამ დროს ძალიან იოლია მადლიერება გამოხატო, როცა გიხარია რაღაცა, მაგრამ როცა სირთულეებია, მაშინ გვიჭირს მადლიერება. ამბოხი იწყება, სულ შენ მშვიდობა გინდა, შენ კარგად ყოფნა გინდა, მაგრამ მაგე რაღაცა დაგემართა, რაღაც შეგემთხვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი სირთულე ეს არის წვრთნა ჩვენი მარადისობისთვის. ჩვენ სულს ესე ჭირდება და ღმერთმა უკეთესად იცის, თუ გჯერავს უფლის და თუ გწამს, არა უბრალოდ უფლის არსებობის, არამედ იმის, რომ უფალი მოსიყვარულე მამაა და რომ მას შენთვის კარგი უნდა, მაშინ უნდა დათრგუნო შენი ეგოცენტრიზმი და მიიღო ეს. რა თქმა უნდა, სირთულეების დროს უნდა იმოქმედო, მაგრამ რასაც ჩვენ ვერ ვძლებთ სირთულეებს, იყავნება შენი ღმერთო. და დაელოდო უფალს. აი განსაკუთრებით სირთულეს წარმოადგენს ავადმყოფობა მაგალითად, განსაცდელია, ხო? მადლობა უთხარი ავადმყოფობისთვის ღმერთს. იმიტომ რომ ალემოციკული ამბობს ერთ ადგილზე, რომ როცა ხორცი იტანჯება, ადამიანი წყვეტს ცოდვას. ან ამცირებს მაინც რა. ჩვენ არ უფიქრდებით ხოლმე, როცა ავადმყოფობა შეხვდება, იმ წუთში ჩვენი გონება მატერიალური ხდება, გვავიწყდება, არა ღმერთი როგორ გვახსოვს, მაგრამ ამ დროს გვავიწყდება რა, რომ სულშია რაღაც პრობლემები და სულის მკურნალობაა საჭირო. ჩვენ ვიწყებთ მარტო გარეგნულად მკურნალობას, სხეულის მკურნალობას, დაზიანებული ორგანოს მკურნალობას. და ის მოვლენილია ჩვენი პირველ რიგში სულის საკურნებლად ის ავადმყოფობა. აი ეს გვავიწყდება.
და მადლობა ღმერთს უფლის წყალობა როცა კარგი ექიმი შეგხვდება და თუ ჩვენი ავადმყოფობა ემორჩილება მკურნალობას მადლობა უფალო ვიძახით მაგრამ თავად ავადმყოფობა რომ მოგვევლინება წმინდა მამები გვასწავლიან რომ აი მადლობა მაშინ უნდა პირველად მადლობა მაშინ უნდა უთხრა უფალს იმიტომ რომ ის გჭირდება ჩვენი უფალი ჩვენ მარადისობის გადმოსახედიდან გუწვნის და რაც ჩვენთვის სასარგებლოა სულისთვის და მარადისობისთვის იმას გვაძლევს ჩვენ იმ კარგსაც გვაძლევს ის გჭირდება ის კარგიც გჭირდება აი როგორც მამა თulis რომ რაღაცა შვილს უნდა შეუსრულოს ვთქვათ რაღაც სურვილი ხო იმიტომ რომ გაახაროს და რაღაც წაახალისოს ხო მაგრამ ამავე დროს თუ ხედავს რომ შვილი რაღაცა არასწორად იქცევა იქ ცოტა დასაჯოს ან რაღაცა ამდაგვარი რომ შვილი ასე ვთქვათ გამოსწორდეს ხო აი ამიტომაც არის ეს განსაცდელები კურნალობისთვის არის განსაცდელები ამიტომ მადლობა უფალს და აი ესეც მოთმინების ქრისტიანული მოთმინების იმაში შედის ასე ვთქვათ თლიანობაში სისავსეში აი ეს სამი არ განიკითხო თავი დაიმდაბლე ყველას წინაშე არ განიკითხო არავინ ესე ეხლა შეიძლება განკითხვა მხილებას ეხლა შეიძლება ვიღაცამ წარმოთქვას აი მხილებაც ხო არის და კი მხილებას და განკითხვა შორის ხაობა მაგრამ ეთი რამე მინდოდა ჩემ თავსაც შევახსენო რომ ცოტვით დაზიანებული ადამიანი ზღვარს კი გუცნობთ სად გადის მხილებასა და განკითხვას შორის გუცნობთ ამას არ ვიცი თუ გუცნობთ ხო აი ეს სამი აი ესე იცხოვრე არ განიკითხო არავინ თავი დაიმდაბლე ყველას წინაშე და იყავი მადლიერი უფლისა ყველაფრისათვის შინაგანი მდგომარეობა უნდა იყოს ეს ჩვენი ამას ეს დრო პროცესია საჭირო ცხოვრების პროცესია ესე იცხოვრე და ღმერთი ჭეშმარიტებას გაგიცხადებს უკვე ხარ ასეთი ცხოვრები ანუ ქრისტიანობა ამას ასწავლის რაზეც მე ვსაუბრობ ეხლა და მამების მაგალითი გვაქვს ჩვენ და როცა ასე ცხოვრობ ასე ფიქრობ ასე იღწვი არ დაკარგავს ღმერთი სადაც არ უნდა იყო რა ვიცი რა ცოდნაც არ უნდა გაგაჩნდეს რა არასწორი შეხედულებებიც არ უნდა გქონდეს ღმერთი არ დაკარგავს იქნები ღმერთის წიაღში მარადისობაში იქნები ახლაც ღმერთი შენთან იქნება თავის მადლით და სამომავლოდაც ასე იქნება სიყვარულით იოანე